უკვე ვიცით, რა წერია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ. დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა და გაავრცელა კიდეც. შეფასებას ევროკომისია ხვალ გამოაქვეყნებს. ზოგადად ანგარიში კანდიდატი ქვეყნების ყოველწლიური პროგრესის შესახებ გვიყვება. საქართველოს შემთხვევაში კი მოგვიწევს მოვისმინოთ უპრეცედენტო უკუსვლის თაობაზე. სწორედ ეს სიტყვებია ნახსენები დოკუმენტში. უპრეცედენტო უკუსვლა. ამით საქართველო გამორჩეულია ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საგარეო პოლიტიკა და სახელმწიფო ინტერესები. საგარეო პოლიტიკა ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, მათ შორის საგარეო მიმართულებით მკვეთრი რეგრესია აქვს. ნინი ბალანჩივაძე შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში. ნინი, რა შედეგებს გამოიწვევს ევროკომისიის უმწვავესი შეფასებები? სწორედ ახლა ეს არის მთავარი კითხვა, რა იქნება ამის შემდგომი ნაბიჯები, რასაც ჩვენ ვნახავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, ვინაიდან ევროკომისიის გაფართოების ანგარიში არის ერთგვარი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლითაც შემდგომ იხელმძღვანელებენ და გადაწყვეტილებებს მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და მათ შორის საბოლოოდ უკვე არ გამორიცხავენ როგორც ექსპერტები, ასევე ოპოზიციონერები. ეს დოკუმენტი გამოიყენება იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით იქნას კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, რაც შეეხება უკვე რა ინფორმაცია ვრცელდება, რადიო თავისუფლება ავრცელებს იმ დოკუმენტის შინაარს, რომელიც უკვე ხვალ საზოგადოებისთვის გახდება საჯარო და რომელშიც კონკრეტული და ძალიან მწვავე შეფასებები არის საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებთან დაკავშირებით. მე მაყურებელს ვუჩვენებ ეკრანზე, რომ ეს შედგება, ეს ინფორმაცია, რომელსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს რამდენიმე პუნქტისგან. პირველი და მნიშვნელოვანი არის უპრეცედენტო უკუსვლა კანდიდატ ქვეყნებს შორის, რომელიც აქვს ამ შემთხვევაში საქართველოს. აქ საუბარი არის იმ რეპრესიულ კანონებზე, რომელიც დაამტკიცა ქართულმა ოცნებამ, სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დევნაზე. ასევე მნიშვნელოვანი არის გაუარესება შარშანდელი გაფართოების ანგარიშთან შედარებით, უფრო სწორად და მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 2024 წელსაც ძალიან მწვავე იყო ის ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ქართული ოცნება ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაუარეს და ასევე საუბარი არის სასამართლოსთან დაკავშირებით, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არის სერიოზული უკუსვა დემოკრატიასთან მიმართებით და ასევე საუბარი არის არჩევნებთან მიმართებით, რომ როგორც 2024 წლის, ასევე 2025 წლის არჩევნების მიმართ იყო კონკრეტული კითხვები, ვინაიდან დაშინებას და მოსყიდვას ჰქონდა ადგილი მოქალაქეების მხრიდან. სხვა დანარჩენს რას ამბობენ დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე და რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს საქართველოსთან დაკავშირებით, ამას უკვე მაყურებელი ჩვენს რეპორტაჟში ნახავს. ერთადერთი რამე არის, რომ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად სარკეში ჩაიხედოს ყველა. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას პარტნიორების მხრიდან პასუხი უკვე მოჰყვა. ევროკომისიის პრესპიკერი სარკეში ჩახედვას და ქვეყანაში არსებული რეალობის დანახვას ოცნების ხელისუფლებას ურჩევს. ანიტა ჰიპერი ივანიშვილის გუნდს ახსენებს, რომ დემოკრატიული მთავრობები არც უდანაშაულო ადამიანებს აკავებენ და არც დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ. პარტნიორები ოცნების მმართველობას უკვე რეჟიმად აფასებენ. საქართველოს ხელისუფლებისთვის უმჯობესია სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას. ფაქტია, რომ აყალიბებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მიმართულია ხალხის, მედიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიულობაში და შენს ქმედებებში, აღარ მიგაჩნია საჭირო ჩვენი ოპონენტების და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ამასთან მეწინააღმდეგებით ძალადობის ყველანაირ ფორმას, მაგრამ მოუწოდებთ ხელისუფლებას დაუბრუნდეს საკუთარ საზოგადოებასთან დიალოგს და აღარ დაუშვას ამ ძალადობის ესკალაცია. ვიდრე ოცნების ხელისუფლება ისევ თავდასხმების რეჟიმშია, რადიო თავისუფლება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მწვავე პუნქტებს ასაჯაროვებს. ირკვევა, რომ ევროკავშირში ოცნების ხელისუფლების მმართველობას უპრეცედენტო უკუსვლა დაფასებენ. ამაში მოიაზრება შარშანდელი ანგარიშის კიდევ უფრო გაუარესება, შემზღუდავი კანონები, თავდასხმების სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე და მიტაცებული არჩევნები. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ანგარიში უპრეცედენტოა.
ეს არის ყველაზე ცუდი ანგარიში, რაც კი ევროკომისიას დაუწერია ბოლო 20 წლის განმავლობაში რომელიმე ქვეყნის შესახებ. გამოკვეთილი სფეროებია სასამართლო, ადამიანის უფლებები, მასში საუბარია სასამართლოს პოლიტიკურ მიტაცებაზე, მის პოლიტიზებაზე, გაკრიტიკებულია კანონის უზენაესობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა. ყველა მიმართულებაა გაკრიტიკებული, მაგრამ განსაკუთრებით სასამართლო და ადამიანის უფლებები. სამოქალაქო საზოგადოება, რასაც ევროკავშირი მთავარ ღირებულებებს უწოდებს. ნამდვილად ეს არის გამანადგურებელი მიმოხილვა საქართველოზე. ჩემი აზრით, საბოლოოდ ევროკავშირი უბრალოდ იტყვის, რომ შეიძლება საქართველოს არჩეს კანდიდატ ქვეყნად, მაგრამ ამით წინ საერთოდ ვერ წავალთ. ეს კანდიდატის სტატუსი გაყინულის მსგავსი იქნება. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშამდე ერთი დღით ადრე ოცნების თავდასხმები და დეზინფორმაციული კამპანია ევროკავშირის მიმართ უფრო ძლიერდება. დღეს მეოცნებეებს ისრები ისევ პარტნიორებისკენ გადააქვთ იმ პასუხისმგებლობაზე საუბრის ნაცვლად, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება, როდესაც საქმე ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟს ეხება. დღეს ოცნების წევრებს უვიზო მიმოსვლაზე საუბრისას არც მეორე ფრონტთან დაკავშირებული პროპაგანდა გამორჩენიათ. ის ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილი არის საერთო ევროპულ ღირებულებებს და არის ვიწრო პოლიტიკური მიზნებით და გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ მხოლოდ საქართველოს, ეს არის სამწუხარო. თუ კი აი ამ უსაფუძვლო ბრალდებებს გაყვნენ და კობელეუს და იუკნევიჩიანეს და კოსის რაღაც პირად მოსაზრებებზე დაღდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის სერიოზული ჩანაფიქრი, მათი მოსაზრებით არის საქართველოს უნდა გახდეს საქართველოს დანიშნულება არის საზრდოobizne ხორცი. ოპოზიცია ოცნების ხელისუფლებას იმ ნაბიჯებს ახსენებს, რომლითაც მათ ქვეყნის იზოლაციისთვის ყველაფერი გააკეთეს, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით შეაჩერეს და ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორებს დეზინფორმაციითა და პროპაგანდისტული გზავნილებით ებრძვიან. პროცესები კი მივიდა იქამდე, რომ არც ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს სასურველი პარტნიორი აღარაა. თუმცა ოპოზიცია თანხმდება იმაზეც, რომ პარტნიორების მხრიდან დაწესებული სანქციები ტარგეტირებული უნდა იყოს და მხოლოდ ოცნების რეჟიმის მაღალ ჩინოსნებზე გავრცელდეს. ჩვენთვის დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად არსებობდეს სანქციები, ოღონდ ეს სანქციები ეხებოდეს ქართული ოცნების ჩინოვნიკებს და იმ პოლიტიკურ ქორს, რომელიც ქმნის ქართული ოცნების პოლიტიკას. რასაც უყურებთ და რასაც ხედავთ, საქართველოს ეს პროგრესი არ ფიქსირდება, პირიქით დემოკრატიას ბოლომდე გამოეთხარა ძირი და შესაბამისად რეპორტით სანვის ანგარიშიც იქნება ძალიან კრიტიკული. ამ ანგარიშზე იქ დაფუძნებით მიიღებს ევროკავშირი უკვე გადაწყვეტილებას ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით, უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ქვეყანა, რომელიც თუნდაც აღმოსავლური პარტნიორების ფორმატში იყო ლიდერი, ქცეული არის აბსოლუტურ მაჩანჩალა ქვეყანად, რომელსაც არც ერთ ფორმატში, აღარც ერთ პლატფორმაზე აღარ მოიაზრებენ ხოლმე ევროპის გაფართოების საკითხებში, ამიტომაც რა თქმა უნდა სამწუხაროდ არსებობს სხვადასხვა პესიმისტური მოლოდინი. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სახელმძღვანელო იქნება ევროკავშირისთვის, თუ როგორ იმოქმედებს სამომავლოდ ევროპული კავშირი და რა კონკრეტულ მექანიზმებს აამოქმედებს საქართველოს შემთხვევაში. საერთაშორისო ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ საბოლოოდ პროცესები უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან ერთად კანდიდატის სტატუსის გადახედვამდეც მივიდეს. ეს პროცესები კი ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. ევროინტეგრაცია საქართველოსი აღარ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს სიტყვები რეფორმა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით საერთოდ გამოყენებადი იქნება. ევროკომისიის დოკუმენტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელსაც ისინი წლიდან წლამდე იყენებენ იმისთვის, რომ შეიმუშაონ თავისი პოლიტიკა. ყველაფერი მიმდინარეობს იმ წესით, რა წესითაც უნდა ამ დოკუმენტში ფორმულირება აისახოს, რომ საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე აღარ არსებობს, რომ ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელთან ურთიერთობაც ევროკავშირის ინტერესში აღარ შედის. თუ ეხლა დაიხურა ეს ფანჯარა გაფართოების, მე არ ვიცი უახლოეს 30 წელიწადში კიდე როდის მოხდება ამგვარი შესაძლებლობების ფანჯრის გახსნა საქართველოსთვის და თუ ეს რუსული რკინის ფარდა სწორედ საქართველოსთან ჩამოიშვა, არ ამგონია ეს რამე სასიკეთოს უკადდეს ჩვენს ქვეყანას. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ანგარიში ხვალ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს გააცნობს. ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შეფასების შემდეგ კომიტეტის წევრები თითოეულ ქვეყანასთან დაკავშირებით რეზოლუციას შეიმუშავებენ. ხვალვე დაგეგმილია პაվել ჰერჩინსკის ბრიფინგიც, დიპლომატი დეტალურად ისაუბრებს იმ მექანიზმებზე, რასაც პარტნიორები უახლოეს მომავალში ოცნების ხელისუფლების საპასუხოდ აამოქმედებენ.